დღეს თელავში ერეკლეობა აღენიშნა. ერეკლე მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო, რომელსაც სტუმრები კახეთის ყველა კუთხიდან დაესწრნენ. ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, კახურის სამზარეულო და ფოლკლორული მუსიკა. საზეიმო ღონისძიებებს ახალი ამბების გადამღები ჯგუფიც დაესწრო. ნახეთ მარია შუღაშვილის სიუჟეტი. თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღის აღსანიშნავად სახალხო ზეიმი ერეკლეობა გაიმართა. თელაველებმა პატარა კახის დაბადება წელსაც ტრადიციულად საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. ქალაქის მოედანზე სადღესასწაულო განწყობა დილიდანვე იგრძნობოდა. ერეკლე მეორის სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე ხელნაკეთი ნივთების, ნახატების, კახური ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში ჟღერდა ფოლკლორული მუსიკაც. თელავში ერეკლეობაზე სტუმრები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჩამოვიდნენ. ვაკეთებ დღევანდელ დღეს მიულოცავს ყველას დაესწროს თელაველების და სხვა ხალხის მრავალს დაესწროს და კარგად იყვნენ და კაი ცხოვრება მოგვივიდეს. აი პატარების ვინ იყოს კაი ცხოვრება. ამას მომზადებდით დაახლოებით 3 კვირა რა. ძალიან გვიხარია რომ ჩვენი ნამუშევარი გამოფენილია და ხალხი უყურებს და რა ვიცი რა გახარებულები ვართ რომ მოსწონთ ჩვენი ნამუშევარი. ჩვენ თელაველები ვართ და გვინდა რომ ყველას ვანახოთ ეს ქართული ხალხური რაღაც სიმღერა ჩვენ ღერი ვართ ხალხურს მივდეთ და გვინდა რომ ყველას შეუყვარდეს ჩვენ თელაველებს ხალხს საქართველოს მოსახლეობას რომ ეს ხალხური კაია და რა ვიცი რა მედნიერები ვართ რომ თელაობაზე დღეს აქ ვართ და მღერი ვართ ჩვენ. ჩვენ ლაგოდეხელები ვართ, ჩამოსულები ვართ თელავში ესეთი პრაზნიკზე. ძალიან მომწონს, ძალიან ხალხის მომწონს ესეთი პრაზნიკიც მომწონს, გილოცას სულ ყველა ბედნიერად იყვნენ, ჯანმრთელად იყვნენ, რომ თელავი კარგი გახდეს, უფრო ლამაზი. თელავის სამუზეუმო კომპლექსში არსებულ კალის ეკლესიაში მამა გიორგი ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. ერეკლე მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ტრადიციულად ყოველთვის აღინიშნება ეს დღესასწაული, მინდა ყველა თელაველს და ყველა კახელს მიულოცო დღევანდელი დღე, გამომდინარე და მთლიანად საქართველოს ერეკლე მეფე არა მარტო თელავის, მთელი საქართველოს მეფე იყო და მისი დღესასწაული ყოველთვის აღინიშნება ესე ღირსშესანიშნავად. მინდა რომ დღევანდელი დღე მიულოცო ყველა თელაველს, ყველა ქართველს, მახსოვს რომ 2009-ში თუ 2010-ში ჩატარდა, იმის მერე ერეკლეობა ფაქტიურად არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით რაღაც პატარ-პატარ ღონისძიებებს. დიდი სურვილი იყო რომ ჩამეტარებინა ერეკლეობა და ასე ვთქვათ, ყველა იმ თელაველისთვის და ქართველისთვის გამეხარებინა გული, რომ აგერ აღდგა დღევანდელი დღე და იმედია რომ ყოველ წელს ჩატარდება. პატარა კახის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები დღის 12 საათიდან დაიწყო და საღამოს თეატრში გამართული ქალთა ფოლკლორული ანსამბლის გორდელას კონცერტით დასრულდა.